ნატა ვიბლიანი პირველებთან საუბრისას დეტალურად ყვება როგორი იყო მისი ცხოვრების უმძიმესი ისტორია, განმარტავს რომ გუშინის მთელი დღის განმავლობაში იკითხებოდა დისტანციურ რეჟიმზე უფლებადამცველის თანდასწრებით, თუმცა მან ისაუბრა მხოლოდ მამის ბუნდოვან გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ემიგრანტ ქალს ახლა ბევრი კითხვა აქვს მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რადგან როგორც ვიბლიანი ამბობს, მისთვის ამ დრომდე დაუდგენელია ეს იყო თვითმკვლელობა თუ მკვლელობა. შესაბამისად, ბევრი კითხვა არსებობს პროკურატურის მიმართულებით, ასევე ნატა ვიბლიანი განმარტავს, რომ თავის დროზე საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდა ჯეროვნად, შესაბამისად არსებობს უამრავი კითხვა ამ დრომდე მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ზუსტად 9 საათში განახლდება პოლიციის ამ განყოფილებაში ნატა ვიბლიანის გამოკითხვა, აქ მოვა მისი უფლებადამცველი, დისტანციურ რეჟიმზე გამოიკითხება ემიგრანტი ქალი. დღეს მან დეტალურად უნდა ისაუბროს იმ მძიმე ისტორიასთან დაკავშირებით, რომელიც მას 9 წლის ასაკში გადახდა, როგორც ვიბლიანი ამბობს, მას ის როდესაც იყო არასრულხოვანი თანასოფლელი სისტემატიურად აუპატიურებდა, იყო ძალადობა, იარაღით მუქარა და ფიზიკური ანგარიშწორებაც კი. დღეს სწორედ ამ მძიმე ფაქტებთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს ნატა ვიბლიანმა და გამოძიებას დეტალურად უნდა მიაწოდოს ამ პირების სახელები და გვარები. გამოძიების პირველ ეტაპზე უკვე გამოკითხულია 30 ადამიანი, შესაბამისად ახლა ვიბლიანიც და მისი უფლებადამცველიც ითხოვს, რომ გამოიკვეთოს ყველა ის პირი, ვინც ამ მძიმე დანაშაულში ფიგურირებს და დაისაჯოს, ასევე დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ამ უმძიმესი ისტორიის შესახებ დეტალურად იცოდნენ ყველაფერი, თუმცა წლების განმავლობაში საგამოძიებო უწყებას არაფერი შეატყობინეს და მეტიც ისინი დამნაშავეს მფარველობდნენ. 2 საათი მოვანდომეთ მამის გარდაცვალების საკითხს და ჯერ დასრულებული არ გვაქვს. იმდენი უცნაური გარემოება არის მამაჩემის სიკვდილთან დაკავშირებით. ამას ალბათ გამოძიება დაადგენს. უცნაურ გარემოებაში გარდაიცვალა ჩემი მამიკო. არავინ არ იცის, მოკლეს, არავინ არ იცის, მოიკლა თავი, თუ თავი მოიკლა. მიზეზი რა არის არ ვიცით. თუ გაუვარდა, ასე როგორ გაუვარდა, ყველაფერს მივაწოდებ, რაც მახსოვს, ყველა დეტალს აბსოლუტურად გადავალთ უკვე კერძოდ გაუპატიურების საკითხზე. დღეს გრძელდება ნატა ვიბლიანის გამოკითხვა, რომელიც გუშინ საელჩოს ადმინისტრაციული ორგანოს შენობის დახურვის გამო მოგვიწია, რომ გადაგვედო. დღეს აუცილებლად ნატა ვიბლიანი ისაუბრებს თითოეულ იმ დეტალზე, რასაც აქამდე ხას უზვამდა საზოგადოების წინაშე. ყველა დეტალს მიმოვიხილავთ მასთან ერთად საგამოძიებო ორგანოში და ის, რა თქმა უნდა, ისაუბრებს დეტალურად სამწუხარო ფაქტებთან დაკავშირებით, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ ის იყო 9 წლის, როდესაც მას რამდენჯერმე აუპატიურებდნენ და ეს არ იყო ერთი და ორი შემთხვევა, რამდენიმე ეპიზოდს აქვს ადგილად. შეეხება ჩვენს მოთხოვნას საგამოძიებო უწყების მიმართ, აი ცოტა რიტორიკულად რომ ვთქვათ, რომ ეს დანაშაული თუ არა, აბა სხვა რა უნდა გამოვიძიოთ, ხო? შესაბამისად, მაქსიმალურ შედეგს ველოდებით აუცილებლად. ნატა ვიბლიანი დღეს გამომძიებლებს მიაწოდებს იმ ადამიანების სახელებს და გვარებს, ვინც მისი ცხოვრების უმძიმეს ისტორიაში ფიგურირებენ, ასევე ემიგრანტ ქალს ბევრი კითხვა აქვს მის შვილთან დაკავშირებით. ვიბლიანს აქვს ეჭვი, რომ სამშობიაროში მისი შვილი გაჩენისთანავე მოკლეს, შესაბამისად ამ ყველა კითხვას ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. ვიბლიანი მზად არის, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას დღეს გამომძიებლებს.